მშვიდობის კიდევ ერთხელ მივესალმები მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა. მინდა წარვადგინო ლაშა პატარაია, წარდგენაც არ სჭირდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ იმ თემაზე, რაც წარადგინე და რა რჩევებსაც ელის მაყურებელი დღეს ჩვენგან და სწორედ აღნიშნე, რომ ტექნოლოგიებზე წვდომის ზრდასთან ერთად კიბერბულინგი მოზარდი პრობლემაა და ჩვენ კი არაერთხელ გვისაუბრია ამაზე და ამ პრობლემის წინაშე მრავალი თინეიჯერი და ოჯახი დგას. კიბერბულინგი მოიცავს სოციალური მედიის, ტექსტური შეტყობინებების, ვებსაიტებისა და სხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებას შემდეგი მიზნებისთვის. ეს არის შეურაცხმყოფელი ტექსტების, ელექტრონული პოსტების, სურათების ან ვიდეოების გამოყენება სხვისთვის ზიანის მიყენების მიზნით. უსიამოვნო ჭორების გავრცელება, მათ შორის სხვა ადამიანად თავის გასაღება ან მონაცემების მოპარვა. სიაგრძელია, ფაქტი კი არის ერთი. ყველაზე ხშირად ონლაინ სივრცეში ჩაგვრის ადრესატი და ჩაგვრელი თავადაც არის სკოლის მოსწავლე. უფრო ზუსტად, როგორც აღნიშნე არჩილ, 13-დან 17 წლამდე მოზარდი. კი ბატონო. 2023 წლის კვლევას გაგიზიარებთ, კიბერბულინგის კვლევის ცენტრმა გამოარკვია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეების 55% ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი და 16% არის სკოლის მოსწავლე. 20% ამბობდა, რომ ამ ტრამვული გამოცდილების გამო სკოლაში სწავლა გაურთულდათ. ეს მაჩვენებელი 2016 წელს იყო 10.3% და უკვე გაორმაგებულია თითქმის მაჩვენებელი. ბავშვების 70% კი ინტერნეტში საშინაო დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსების მოძიების დროს სექსუალური ან ძალადობრივი ხასიათის შინაარს აწყდება. ჩვენ მრავალჯერ გვისაუბრია კიბერდანაშაულებზე, ამჯერად მაყურებლის ყურადღება მინდა მიმართოთ შემდეგ კითხვაზე. რომელია ის გარემო, სადაც მოზარდი ციფრულ განათლებას უნდა სწავლობდეს, ხო? სად უნდა ისწავლოს ონლაინ ქცევის ეთიკა? სკოლაში, რა თქმა უნდა. დღეს მშობლებისთვისაც რთულია დაეწიოს ტექნოლოგიურ სიახლეებს, ამიტომ ისინი ვერ იქნებიან ერთადერთი საშუალება შვილის ამ საფრთხეებისგან დაცვის. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ დღეს სწორედ ამ კუთხით მიმართოთ თქვენი ყურადღება. კიდევ ერთხელ დილა მშვიდობის. ლაშა, პირველი კითხვით გადმოვალ. რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი და ჰქონდეს მოზარდ სოციალური ქსელი. უფრო კაცრად თუ ვიტყვით, რომელ ასაკამდე არ უნდა ჰქონდეს კატეგორიულად. წინ არის, მე მგონი ეს ის სფერო, სადაც ესე ცალსახა წითელ ხაზებს და დოგმებს ვერ დავაწესებთ, იმიტომ რომ ორი მხარე გვაქვს. ეს არის უსაფრთხოება და ბავშვის განვითარება. ანუ ჩვენ რა გვირჩევნია გავაკეთოთ, რომ პარანოიდალურად ყველაფერი ჩაუკეთოთ ბავშვებს და კი, ამით უფრო უსაფრთხოები იქნებიან და მთლიანად ამოვაგდოთ სოციალური ცხოვრებიდან. ესეც შეიძლება გახდეს ბულინგის ნაწილიც, ხო? ანუ ბულინგის თემა არ არის ხო და კიბერმიმართულება. თუ დაუშვათ ბავშვს ასოციალური იქნება, ამოვარდება თანამედროვე ტრენდებიდან. ეს მიზეზი გახდება ის რა ტენდენციები არის? ხო, ეს უკვე მერე ფიზიკურ სივრცეში ბულინგის მიზეზი არის. ამიტომ ჩვენ ესეთი რთული ბალანსი გვაქვს, რომელსაც ძალიან რთულია, რომ რაღაცა კონკრეტული რეცეპტი გამოვუძებნოთ. ჩემი აზრით, კიბერსივრცე რამდენადაც არის ნეგატიური და მნიშვნელოვანი რისკებით სავსე სივრცე, ასევე ძალიან ბევრ ბენეფიტს გვაძლევს და მოდი ესე შევხედოთ. თუ ჩვენ ბავშვს მივიცნოთ მიმართულებას, სადაც ის კიბერსივრცეს გამოიყენებს საკუთარი თავის განვითარებისთვის და ეს სივრცე ექნება გადავსებული ამ პოზიტიური, ასე ვთქვათ, მიმართულებებით, ამ შემთხვევაში ფანჯარა აღარ დარჩება და სივრცე იმისთვის, რომ რაღაცა სხვაგან გადაუხვიოს. ხო, ეს როცა ლაპარაკია ბავშვმა სად შეიძლება გადაუხვიოს. სოციალურ ქსელებზე, ну შეიძლება გარკვეული სელექციები გავაკეთოთ. TikTok-ი ყველაზე პრობლემური არის კონტენტის ცენზურის ნაწილში, იმიტომ რომ უკონტროლო არის, რაც არ უნდა ალგორითმი იმუშაოს, ხო? ფუნქცია, როდესაც შეუძლია მშობელს განუსაზღვროს ბავშვს დრო, რამდენი ხანი შეუძლია იყოს ამ სივრცეში, ამას გულისხმობთ, ხო? მართული არ არის მშობელს. შეგიძლია ტელეფონს გამოსაზღვროთ და არა სოციალურ ქსელს, მაგრამ TikTok-ს გამოვარჩევდი ამ ნაწილში. გამოვარჩევდი ასევე Instagram-ს, თუმცა აქაც შეიძლება თქვენ მისცეთ მიმართულება ბავშვს და ეს Instagram-ის გამოიყენოს რაღაც თავისი კონკრეტული ან ნახატების დასადებად ან რაღაც მსგავსი სივრცისთვის და არა იმისთვის, რომ რაღაცა ის ტრენდები გაიმეოროს და ჩართული იყოს სხვა ადამიანთან კომუნიკაციაში. ამას როგორ აკონტროლებს? სოციალური, როგორ? ამის კონტროლი ხო თითქმის შეუძლებელია. იცით რა არის? კიდევ ერთი ფაქტორი არის, უსაფრთხოება, ტექნოლოგიური განვითარება და კიბერსივრცე და ბავშვთან მშობლის კომუნიკაცია, რასაც ვერც ერთი ტექნიკური ინსტრუმენტი ვერ ჩაანაცვლებს, თუნდაც AI-ის პირობებში. ანუ
ჩვენ თუ არ განსაზღვროთ შეიძლება რა ასაკის ბავშვი არის საუბარი, იმიტომ რომ გარკვეული სკოლის ასაკის მე ახლა საუბრობ სადღაც განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფზე 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე, სადაც ცნობიერება უფრო დაბალი არის შედარებით უსაფრთხოების ნაწილში და სადაც საფრთხეების იდენტიფიცირება ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად. ამიტომ თქვენ მუდამ თქვენს ბავშვთან უნდა თავარი რჩევა მშობლებს გქონდეთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია. ამას რომ შეუძლოთ ამას კიდე სხვა წინაპირობები აქვს, რომ ბავშვთან ურთიერთობა როგორი გვაქვს, უფრო ფსიქოლოგიური ნაწილი არის ახლა ეს ვიდრე უსაფრთხოების, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სწორი კომუნიკაცია, თქვენთვის ბავშვი იქნება პირველი სენსორი საფრთხის. იმიტომ რომ მარტო კიბერ სივრცეში და სოციალურ ქსელებში არ შემოდის ეს საფრთხეები, ხო? ტრადიციული საფრთხეებიც რეალურად რა მოხდა, ხო? კრიმინალებმა დაინახეს ბენეფიტი ინტერნეტში, დაინახეს ბენეფიტი სოციალურ ქსელებში და მათ ასე უფრო გაუიოლდათ ბავშვებთან, როგორც მსხვერპლთან კომუნიკაცია, აქ არის პედოფილიის რისკები, აქ არის ფიზიკური გატაცების რისკები და ბევრი სხვა ესეთი მიმართულება, სადაც კიბერბულინგი ალბათ ყველაზე უწყინარი არის სხვებთან შედარებით. ფულის სანაცვლოდ ბავშვების ფოტოების გაგზავნა ხო, აი ეხლა ნახეთ მეორე მომენტი არის აქ უცხოებზე კონტაქტები AI-ის პირობებში ბულინგის და მათ შორის ფულის გამოძალვის ახალი სცენარები ჩნდება. ანუ შეიძლება აიღონ ბავშვების ფოტოები, ამისგან გააკეთონ რაიმე მასალა, ისეთი ეროტიკული ხასიათის, მაგალითად ამით დააშანტაჟონ ბავშვი, რომ აი ეს მასალა გაიგზავნება ახლა მშობლებს სკოლაში გავრცელდება და აი ამისგან პრევენცია ეს უკვე არის ჯგუფთან სამუშაო. ანუ აქ ჩართული არის მშობელი, პირველ რიგში აქ ჩართული არის სკოლა და მუდმივად უნდა იყოს ბავშვებთან ამაზე მუშაობა. და რაც შეეხება იმას თუ რა უნდა იცოდეს მოზარდმა და ბავშვმა იმისთვის რომ აი არ აღმოჩნდეს მსხვერპლი, ხო? თავის დაცვის რა ელემენტარული მექანიზმი გააჩნია მას. უცხო ინტერაქცია უცხო ადამიანთან, მისი სოციალური ჯგუფის გარეთ, ეს უნდა იყოს მისთვის მიზეზი რაღაცა გარკვეული ალარმიზაციის, მშობელთან კომუნიკაციის და ასევე უცხო კომუნიკაციაზე გამახსენდა არა მარტო სოციალური ქსელები, მესენჯერები, მაგალითად WhatsApp-ი, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ნარკოტიკების შეთავაზების, სხვადასხვა საფრთხის ასეთქო გარვითარების, ამიტომ ესეთი ტიპის კომუნიკატორებით შეგიძლიათ ჩაკეტოთ, ყველას გააჩნია ფუნქცია, რომ უცხო ნომრიდან შემოსული შეტყობინება დაბლოკოს, კი, და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი მინიმალური ნაბიჯი, რაც შეიძლება გააკეთოს. ეს თვითონ აპლიკაციას გააჩნია, ხო მას? თვითონ აპლიკაციას გააჩნია, ყველა მესენჯერს მეტნაკლებად ფუნქცია გააჩნია. ასევე ალბათ ძლიერი პაროლის გამოყენება არის რეკომენდაცია, იცოდეს როგორ დაბლოკოს კონკრეტული ანგარიში. ხო, ნახეთ, მე არ მინდა რომ ილუზია შეუქმნათ მშობლებს, რომ მაგალითად ძლიერი პაროლის VPN-ის და იმ ტრადიციული ინსტრუმენტების გამოყენებით, რასაც მოზარდებს ურჩევთ ხოლმე იგივე ამ ეთერში, ამით ბავშვს დავიცავთ, იმიტომ რომ კიბერბულინგზე როცა არის საუბარი, შეიძლება მეორე ბავშვმა დაინტერესებულმა და არა მაინც და მაინც კრიმინალმა გააკეთოს მაგალითად კოპირება გააკეთოს მისი სოციალური ქსელის, მისი ფოტოსურათის, გააკეთოს აკაუნთი და ამ აკაუნტზე დადოს რაღაცა ნეგატიური კონტენტი და ამით დააბულინგოს მთელი სკოლის სივრცეში ბავშვი და არა მარტო. ამიტომ კიდევ ერთხელ კომუნიკაცია არის აქ მთავარი. ტექნიკური ინსტრუმენტებით ესეთ საფრთხებს თუნდაც ტექნოლოგიურს ბევრს ვერ ჩავკეტავთ. და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც და სკოლის ადმინისტრაციებსაც, რომ უფრო მეტად განავითარონ სწავლების მიმართულება. შემეცნებითი მიმართულება. თუ ბავშვი მივიცემთ ამ მიმართულებას, ფანჯარა იმისთვის, რომ რაღაც ნეგატიური განვითარდეს, ფიზიკურად აღარ იქნება. არის ასეთი საგანი, ხო? ტექნოლოგიური მეცნიერების სწავლობენ ბავშვები ამ სკოლაში. აქ თუ შეიძლება ამის ჩანება. ძალიან სულ მდგომარეობა მაგ მხრივ. მე ბევრი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სკოლები, ну არ ვიცი სხვაგან როგორ არის ეს კომპარაციული ცალკე თემა, მაგრამ არ შეესატყვისება ტექნოლოგიურად იმ განათლებას, რაც ახლა ჩვენ უნდა გქონდეს. დროს ვერ ეწევა ამას გულისხმობთ თუ? ხშირად ბავშვებმა უფრო მეტი იციან ვიდრე პედაგოგები. ეს ერთი. მეორე რასაც ასწავლიან, უკვე ვალიდური და გამოყენებადი აღარ არის. დღეს ჩვენ ვართ ეპოქაში, როდესაც ძალიან მალე ჩვენთვის ეგზისტენციონალური საფრთხე გახდება ხელოვნური ინტელექტი მაგალითად. და პროფესიები, რასაც ასწავლიან, ინსტრუმენტები, რასაც ბავშვებს აძლევენ, სრულიად უსარგებლოა იმ საფრთხეების პირობებში, რაც გვაქვს. ანუ ბავშვის რეალიზება ძალიან მალე, ხო? იმ ცოდნით იქნება ძალიან რთული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რას ვასწავლით და რატომ ვასწავლით.
არა ვიცოდეთ მისი მნიშვნელობაც, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ სწორედ ამ საკითხს. სხვა ქვეყნებში ეხლა თითქმის ეროვნული უსაფრთხოების დონეზე არის აყვანილი ის, რომ ბავშვებს მომავალ თაობას რაც შეიძლება მეტად ასწავლონ საინჟინრო პროფესიები, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტთან მუშაობა, იმიტომ რომ მართლაც სულ რამოდენიმე წელიწადში ჩვენ მივიღებთ ძალიან დრამატულ სურათს. რა თქმა უნდა ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს ხელოვნური ინტელექტი და დრამატულ სურათს არის. ნახეთ, ბევრი პროფესია ფიზიკურად გაქრება. გაქრება ის სწავლების მეთოდები, რაც აქამდე იყო. ჩანაცვლებიან მასწავლებლები, ჩანაცვლდება ის ფორმატები, როგორც ასწავლიან და მათ შორის სოციალური ქსელი ინფორმით, რაფორმითაც ჩვენიც ახლა ვიცით შეიძლება. ანუ იმდენად გრანდიოზული ცვლილების ეპიზოდს გავდივართ ისტორიაში, რომ ყველაზე უცნაური ის არის, რომ არც ესმით უმეტესობას ადამიანების ჩვენ ახლა რასთან გვაქვს შეხება. შეიძლება არც გვინდა რომ ესმოდეს, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ხშირ შემთხვევაში წინ ვერ აღუდგები და მირჩევნია უბრალოდ არ შევიმჩნიო, რადგანაც აი ხო ვერ წარმომიდგენია მოსწავლე პედაგოგის გარეშე, თუმცა მესმის ის რაც ხდება, ვაანალიზებ, უბრალოდ აი ამ საფრთხებს წინ როგორ უნდა აღუდგეთ? საფრთხეზე მაქვს საუბარი, თორე ძალიან ბევრი კარგი და დადებითიც შეგვიძლია ხო რომ ვნახოთ, აი საფრთხეს როგორ აღუდგეთ წინ ვერ ხვდები. ბავშვი როგორ არაბირებ ბავშვებთან ერთად იზოლაციას გადახვეწა სადღაც მთაში და ტექნოლოგიებზე და სოციალურ ცხოვრებაზე უარის თქმას, შენ უნდა იმეგობრო და უნდა ასე ვთქვათ, შენთვის საუკეთესო მეგობარი გახდეს ტექნოლოგია. არჩევანი აღარ არის. და ამიტომ ესეც უსაფრთხოების თემაა, ხო? ანუ ბავშვებმა, რომლებსაც 11-12 წელი უნდა დაყონ სკოლაში, ეს დრო უზარმაზარი ინვესტიციაა დღევანდელი ცხოვრებისთვის. ალბათ ეს 12 კლასის ძალიან ბევრი არის უკვე ისევე როგორც 4 წელი ბაკალავრიატს, მაგრამ მოდი ამ უსაფრთხოებასაც შევხედოთ, ხო? იბატონო, ბულინგისგან დავიცავთ ბავშვებს ვასწავლით დაუშვათ უცხო კომუნიკაციასთან, კომუნიკაციაში როგორ მოიქცეს, ვასწავლით რა კონტენტი გააზიაროს, რას შეხედავს, ამას ჩვენც გავაკონტროლებთ, რაღაც ფილტრებს ჩავურთავთ. რას მიაქცევს ყურადღებას? ჩავურთავთ, ასე ვთქვათ, დროის კონტროლს მოწყობილობაზე, მაგრამ მათი რეალური უსაფრთხოება იწყება იქ, რომ მათი რეალიზება როგორ ხდება? დაამთავრეს სკოლა, ან არიან დაამთავრებელ კლასებში და სად მიდიან? ანუ სრულიად იცვლება უკვე ეს რამდენიმე წელიწადში ვექტორები იმისა, როგორ შეიძლება ადამიანები დარეალიზდნენ საერთოდ. ისე მივდივართ იქ როგორ მოვედით აქამდე, ანუ მაგალითად მაგალითად ყველა ის მეორე ადამიანი ჩვენთან იყო, მოგეხსენებათ, ან ექიმი, ან იურისტი. ესეთი ტენდენცია იყო საფრთხეების ბავშვები და უნდა გავიდნენ ხოლმე, რომ ასე წავიდნენ და ეს პროფესიები, მათი როლების 80% ჩანაცვლება, ანუ ის პროფესიები, რაც აგებულია შიშზე, ბიუროკრატიაზე, ბევრად უკეთ გააკეთებს ამას AI, ვიდრე მაგალითად ხშირად ფინანსისტი, დიაგნოზებსაც სვავს უკვე. ამას მივყავართ მასწავლებლების გადამზადებამდე და ტრენინგამდე. ანუ გლობალურად სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვისკენ, ამას მივყავართ იმისკენ, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების თემა, რომ ჩვენ ვიქნებით თუ არა კონკურენტუნარიანი სახელმწიფო. გვეყოლება თუ არა განათლებული, მომზადებული ბავშვები, ძალიან რთულია უკვე დღეს 15-16 წლის ადამიანს ბავშვი უწოდებს, რომ ზოგიერთ სტარტაპს ქმნის და პრობლემა ისაა, რომ ნებართვა მიიღო შობრისგან ანგარიშის განკარგვაზე, ძალიან ბევრი ასეთი საქართველოშიც. ამიტომ ამათი მომზადება იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, გასასვლელი ამ ახალ ეპოქაში. რაც შეეხება საფრთხეებს, ის საფრთხეები, რაც აქამდე ძალიან ბევრჯერ გაგვიულია, ხო, სოციალური ქსელით და წამოსული ინტერნეტიდან და ასე შემდეგ, ეს საფრთხეები დრამატულად გაიზრდება, იმიტომ რომ როგორც კიდევ ერთხელ ბევრი სიკეთე მოაქვს ხელოვნურ ინტელექტს, ასევე მოაქვს ბევრი სიკეთე კრიმინალებისთვისაც. ისინიც ისწავლიან ახლა რაღაცებს და უკვე იყენებენ, წეგან რაც გითხარით, გენერაციული AI საშუალებით ფოტოების და ვიდეო მასალის შექმნა შემდგომი ბულინგისთვის ყველაზე სუბუქი მაგალითია იმ არსენალში, რაც გააჩნია. კი, ადრე იყო რაღაც ძალიან დილეტანტური ფოტოშოპი, რომელიც შეიძლება ვერავინ მოგეტყუებინა ამით, მაგრამ ახლა ფიზიკურად ვერ დაამტკიცებ, რომ არ ხარ შენ ის. ახლა ამას დავუმატეთ ინფორმაციის კამპანიები, რომლებიც შეიძლება უცებ გავითარდეს ქვეყანაში და ამაზე ბავშვები კი არა, დიდებიც კი არ არიან მზად. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, 2007 იყო თუ 8 იმიტირებული ქრონიკის кейსი იყო ასეთი, როდესაც ერთ-ერთი დადგმა მოხდა, რომ მთელი ქალაქი ასე ვთქვათ, ხაოსში გადავიდა. აი ეხლა ეს, რომელიც მაშინ უბრალოდ მარტივი ჭრებით გაკეთდა, წარმოიდგინეთ AI-ით რომ გაკეთდება, სულ რეალისტური იქნება. უვნებელ ვიდეოს, აი ძალიან მარტივ დადებითი ვიდეო ნახე, სკროლავდი
TikTok-ზე და ის მე გაკეთებული ბავშვს ედო ცნობილია ის რაღაცა წინადადებები რასაც გვეღიმება ხოლმე, ასე ვთქვათ, ის ედო და ბავშვი ხმით და სახით გაჟღერებულზე გამეცინა საყვარლად იქვე მივხვდი რა საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ ბავშვი რომელსაც ადევს ძალიან დიდი ადამიანის ხმა და ესე ზუსტად იმეორებს და ესეთი ორგანული, ბუნებრივია, მისი შეფასება, მისი მიმიკა. ჰოლივუდში იყენებენ უკვე ამას, ანუ იმდენად რეალისტური და სინემატიკური სიუჟეტი დაიკარგოს, რადგანაც ეპიზოდებია ჩანაცვლებული AI-ით შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ორი მიმართულებით არის აქ გასაკეთებელი. ერთი რომ ყველას ვისი პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს სასწრაფოდ უნდა დადგეს ეროვნული უსაფრთხოების და რაღაც სახელმწიფოებრივი თემაში, იმიტომ რომ სადღაც მივდივარ ძალიან საშიში სივრცე არის და არ ვართ მზად და მეორე შოულებს მიმართავ, რომ რაც არ უნდა რჩევებს მოусმინოთ, უყუროთ კი, ბევრი შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებგვერდზეც, ინტერნეტშიც, globalcase.org-ზე თუ შეგზავნებით, ჩვენ ბლოგი გვაქვს ყველაფერი განთავსებული ამის თაობაზე, არაერთი სიუჟეტი გაკეთებულა და არაერთხელ უპირობ თქვენთან, მაგრამ აი ეს ყველა რჩევა ალბათ ოკეანეში წვეთი არის იმ საფრთხეებთან, რაც მოდის და უბრალოდ დიდი მადლობა. მეტი ყურადღება დაუთმეთ, მეტი ინფორმაცია მოიძიეთ და ბავშვებთან კომუნიკაცია და რაღაცნაირად ვეცადოთ, რომ მათი განათლება წავიყვანოთ ტექნოლოგიებისკენ. ეს იქნება მათი მთავარი უსაფრთხოება. არ დავხვიჭოთ თვალი და შევხედოთ რეალობას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.